უბადო პატიმრობა მომისაჯეს ისე რომ მტკიცებულებები არც ერთ ინსტანციაში არ გადაუმოწმებიათ. ეს სიტყვები ეკუთვნის გელა უძილაურს, ეგრეთ წოდებულ დაქირავებულ კილერს ლევან ჯანგულაძის მკვლელობის საქმეში, რომელსაც უბადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. გელა უძილაური დღეს ამ საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე იკითხებოდა საქალაქო სასამართლოს ხტომათა დარბაზში მოწმის სახით. საუბარია მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილის ბრალდების საქმეზე. 2 საათის განმავლობაში გელა უძილაური პროკურორს მიმართავდა და სთხოვდა განმარტებებს, რატომ უწოდებდა მას დაქირავებულ კილერს. ის მკვლელობას არ უარყოფდა, არც ამ ეტაპზე ამბობდა, რომ სწორედ მან გამოასალმა სიცოცხლეს ლევან ჯანგულაძე ვაკეში, თუმცა მას ჰქონდა პირადი მოტივი. რატომ უწოდებენ მას დაქირავებულ კილერს, როდესაც ის არ იცნობდა არც დამქირავებელს, არც მთავარ ორგანიზატორს, აქ საუბარია ფარცხალაძეზე, ეს კითხვები ჰქონდა სწორედ პროკურორთან. ის მტკიცებულებებით და ფაქტებით ესაუბრებოდა საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს, აქ საუბარი იყო სატელეფონო ამონაწერებზე, ანძებზე და ამბობდა, რომ იყო ცდომილება მის საქმეში. ის ამბობდა, რომ გიორგი ჯოხაძის პირადი დაცვის წევრი იყო, თუმცა გიორგი ჯოხაძეს ამ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა. ასევე რამდენჯერმე მიმართა მოსამართლეს და უთხრა, რომ მამუკა ბაღდავაძე ამ საქმეში იყო სრულიად უდანაშაულო, მას ჰქონდა მასთან კვეთა, მკვლელობის შემდეგ მივიდა მასთან ნამდვილად და ჰქონდა მცდელობა, რომ გიორგი ჯოხაძის პირადი მობილური ტელეფონი გამოერთმია მამუკა ბაღდავაძეს. სწორედ ამის გამო უშვებს 7 წლით პროკურატურა ბაღდავაძეს, რაც მისივე თქმით, გელა უძილაურის თქმით, არის არასწორი ქმედება. უნდა ორი ინსტანციის სასამართლოს უკან გადაამოწმო შეიძლება ეს დეტალები და რა უნდა გადაამოწმო უბადო პატიმრობა მომისაჯეს სიკურისთვის დეტალები რომელიც არასწორად შეძლებელია გადაგამი არც სახალხო სასამართლო არც აპელაციო სასამართლო არავინ არ გადაამოწმა იგივე სინეოლები უბადო პატიმრობა აუხსნა რომელიც ასე თანამედროვე სიკურითი დაჭერა Uiți argumentul sigur că asta se absolut. Neta bio nadamos, nadamos, și mi da bio electric, asta pe strada, deci este virus, asta este viața de Rosa Capillo, asta era niște situații de joacă. Vom scopiri posibile da la sfida, vom scopiri. Mai patru ore, de o sta. Ce se spune am gândit că se vede, el se poate viața. Ce se spune să I se pune pe este se pune cada parte de interpretație. Bine, acum am la parte. E vreți acolo că nu e, dar nu procură. Ce înseamnă și tu am de cu și așa. Acum nu am, dar nu am. Când asta poate. Ande pe acolo că e ande pe așa să se la parte. O să avem de asta. Uite, este și să se mai bine aici. Am din Bună, ce mică jamburile se trebuie de direct, dar nu să rămână. Eu nu te am uitat. Sata jamburile se iară să mă vine și de unde vin controlul. Să nu vine de se. Da, cum să nu pot face. Sata copilul, ce internet fac, să dau copilul, nici nu. Am ca și un visul, am de Gheorghe Zbatație și să l-am visat. Aia este la parea că dați am de da am ca și cum da, canul merita, aia se vrea, să nu pot. Și eu le prieten am întâlnit cu sportul. Da, sus am menținut eu acolo și eu le prieten cu el, adică da ureghelo, am taxit o să dai de acest. Este situație. Da mi direct că de afară de versiero, mașini da mi fixit Suecia, unde fixetul la Suecia. Și nu me dure para asta. Și se zice მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ლევან ჯანგულაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის ფიგურანტები არიან. კაჭკაჭაშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას, ხოლო ბაღდავაძეს გამოძიებისთვის სრულჩვენების მიცემას შეცდომაში შეყვანას ედავება. მამუკა ბაღდავაძე არის გიორგი ჯოხაძის უახლოესი ნათესავი, რომელსაც გამოძიებას თხოვდა, რომ როდესაც მასთან მივიდა მკვლელობის შემდეგ გელა უძილაური, მან არ განუცხადა სამართალდამცველებს ამის შესახებ. გელა უძილაური ამ დროს იძებნებოდა მას 7 წლიანი პატიმრობის მუხლი აქვს წაყენებული.
დღეს ეგრეთ წოდებული დაქირავებული კილერი უვადო პატიმრობის მუხლით თხოვდა მოსამართლეს, რომ გადაემოწმებინა ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც გამოძიება ამ საქმეში მიუტანდა ვამუკა ბაღდავაძის წინააღმდეგ. დღესვე გაიმართა მსჯელობა სახალხო სასამართლოში ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ, სადაც დაბარებული იყო სწორედ მამუკა ბაღდავაძე მოწმის სახით გამოსაკითხად, თუმცა ის პროკურატურის მიერ მოწმედ იყო გამოძახებული, თუმცა ის სასამართლო პროცესზე არ მივიდა ჩვენების მისაცემად.